რძედა მისგან დამზადებული ნაწარმი ზაფხულში მალფუჭებადია. Ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, როგორც სპეციალისტი განმარტავს რძისა და მისი პროდუქტების დამზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენურ პირობებს უნდა მიექცეს და შენახვის ვადებიც მკაცრად იყოს დაცული. მაღალი ტემპერატურის პერიოდში პროდუქტი მალე ფუჭდება და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მოწვევის წამიდან გიდრეის განთავსდება ჭურჭელში, ყველაფერი უნდა იყოს დაცული, ჭურჭელი უნდა იყოს რამდენჯერმე ცხელი, წყლით გარეცხილი. არც ერთი დამატებითი ბაქტერია არ ჭირდება რძეს, იმიტომ რომ 2000-ზე მეტი კეთილშობილი და არაკეთილშობილი ბაქტერიებით არის თვითონ სავსე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზემგზნობიარე ნედლეულია. Აი ჭერში რო იყოს სადღაც ქონდა არის ჩამოკიდებული, იმის გემოსაც კი აიკრავს, არამც თუ გავლენას მოახდენს მის სტრუქტურაზე. ამიტომ საკვები, რძე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყველის გასაკეთებლად, ნადუღის გასაკეთებლად, კარაქის გასაკეთებლად, ერბოს დაახლოებით 8-მდე პროდუქტს გაწევს ეს დალოცვილი პირუტყვი. სისუფთავეს რომ დაცვა უნდა, ეს იცის პირველ ყოფილმა ადამიანმაც, იცოდა შუა საუკუნეების ადამიანმა და იცის ახლა ადამიანმა. ამიტომ მოდით ესე შევხედოთ ამ საქმეს. სანიტარიული ნორმა, ხელის დაბანა, წურის დაბანა, შემდეგ ეს ყველაფერი სუფთა ჭურჭელში განთავსება, შემდეგ გრილად მიტანა, შეგრილებულად მიტანა მომხმარებლამდე არის ელემენტარული ნორმა. არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. სიცხე არის ყველაზე დიდი ტერა ბაქტერიების გავრცელები და მე თქვენ გითხარით თავში რომ წერა ყველი თვითონ არის ბუკეტი ბაქტერიების. კარგი და ცუდი ბაქტერიების. ცუდი ბაქტერიებმა რომ არ აჯობოს და არ გამრავლდეს სიცხეში, ცხადია სიგრილეში უნდა შეინახოს ადამიანმა ყველი, ნუ ახლა ყველას აქ მაცივარი. თავისუფლად შეიძლება სიტყვაზე არასწორად შენახულ ყველზე გავრცელდეს არა კეთილშობილი ბობი და ამან გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგი და შეიძლება მოწამვლოც კი